ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი. ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმებას ბიომეტრიული მონაცემებით არ ახდენს, რაც მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობას კვლავ ტოვებს. გააქვს პასუხი კითხვაზე, ეს ინფორმაცია ნამდვილია თუ ყალბი. სინამდვილეში საქართველოში დანერგილი საარჩევნო ტექნოლოგიები გამორიცხავს მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობას. ბიომეტრიული მონაცემების შემოწმება არ არის ერთადერთი გზა მრავალჯერადი ხმის მიცემის გამოსარიცხად. ქართული საარჩევნო სისტემა მსგავს ფაქტს ხმის მიცემის პროცესში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეტაპის ერთობლიობით გამორიცხავს. თუ როგორ? ამას ახლა მოგიყვებით. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ვალდებული იყო გაევლო შემდეგი პროცედურები. საარჩევნო უბანში შესვლამდე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის უნდა ეჩვენებინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და გაევლო მარკირების შემოწმების პროცედურა. ამის შემდეგ ამომრჩეველს რეგისტრატორისთვის უნდა წარედგინა პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. რეგისტრატორი ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით დაადგენდა, ეკუთვნოდა თუ არა აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი კონკრეტულ ამომრჩეველს და იყო თუ არა ეს კონკრეტული ამომრჩეველი აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებული. ამის შემდეგ რეგისტრატორი ამომრჩეველს მარკირებას უკეთებდა და ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ქვითარზე აწერინებდა ხელს. მხოლოდ აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ გადაეცემოდა ამომრჩეველს ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო კონვერტი. აქვე უნდა ითქვას, რომ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, დამკვირვებლები და მედია. დეზინფორმაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ. ამერიკულმა კომპანიამ ProVNV 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების აუდიტის დასკვნის შედეგად დაადასტურა, რომ იმ ელექტრონული ტექნოლოგიებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო გამოყენებული, შეუძლებელი იყო ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელ იყო სიაში შეყვანილი. იმისთვის, რომ არ გახდე დეზინფორმაციის ნაწილი, გადაამოწმე ინფორმაცია. ეწვიე disinfo.cc.gov.gis და გაიგე სიმართლე არჩევნების შესახებ.